იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენი სანახავად მოდიოთ და ეს ალბათ ბოლო დროც იქნება. იქნება დღიდან ვეღარ ნახავთ. ყველანი ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად განმარტოებდნენ მშვიდობიანი პროტესტი ევროკავშირის კუთხიდან გადავხდება. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყე ეს ფორმიანი რაჯულება იმ პატარა ლამაზი სამყაროს განგრევა და სისხლიანი თვალებით შევახო. მაგას ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო ვიყავი, ძალიან დავიღავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული გზავის გამოყენება, მე მოვყევი ამ შემოყვანაში. ვეცადე გავუძლებოდი, მაგრამ ის ვერ მოახერხა. ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა სისხლიანებული პოლიციელი არის თუ არა პასუხისმგებაში მიცემული. ნახატიებს მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ არ შემიძლია ადრესობების მოსვენა. ნახატიებს, მაგრამ თქვენ ბიძუს სამფლობელოს პრემიეროს მეზობელს საფალოს მოსმენის შემდეგ სასამართლო კაცის სათათბიროდ გადაწყვეტილებას სინათლის აძიებდა უსასრულო წვრილებში.